დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა დღეს რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით გამართეს. კიდევ ერთხელ გამართეს, დავაზუსტოთ. ისინი კვლავ წამალს ითხოვენ და პროტესტს ღია ცის ქვეშ განაგრძობენ. მათ გასულ ღამეს რეჟიმის პოლიციამ გასაშლელი სკამების გამოყენების უფლება წაართვა, ჩამოართვა. გასულ კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საგულისხმო რამ მოხდა. ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა ერთ-ერთი წამლის ჯივინოსტატის გამოყენებაზე რეკომენდაცია უკვე გასცა. ფორმულა ჟურნალისტი გაგვიზიარებს მარიამ ლეკიაშვილი გაგვიზიარებს დღევანდელი მსვლელობისა და აქციის ბოლო შტაბ-ჩრდილებებს. მარიამ, გისმენთ. გიორგი, მსვლელობა უკვე მოვიდა საბოლოო დანიშნულების ადგილას. ეს არის ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, სწორედ ის ადგილი, სადაც ეს ადამიანები უკვე 3 კვირაა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ, ითხოვენ საქართველოში მედიკამენტების შემოტანას, სწორედ იმ მედიკამენტების შემოტანას, რომელიც უკვე არის გამოგონებული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვების სამკურნალოდ. ეს ადამიანები, როგორც უკვე გითხარით, უკვე 3 კვირაა, რაც უწყვეტად აპროტესტებენ, უწყვეტად დგანან კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასთან და ათევენ ღამეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასთან, რაც მთავარია. ახლა მე კადრში განახებთ რა ხდება კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასთან. როგორც უკვე გითხარით, მსვლელობა მოვიდა, მსვლელობა დაიწყო რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან და ახლა ისინი მოვიდნენ უკვე ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მოკლედ მოგიყვებით ამ მსვლელობის შესახებ. მსვლელობა იყო საკმაოდ ემოციური, აქ იყო შეკრებილი და ახლაც არის ძალიან ბევრი ადამიანი მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ. თავად დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სინდრომის მქონე ბავშვები, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც აქვთ ეს სინდრომი, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ეტლით გადაადგილების საჭიროება, ასევე ის ბავშვები, რომლებიც ამ დაავადებამ უკვე ჩასვა ეტლში. მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ ის მედიკამენტები, რომლებსაც ეს ადამიანები ითხოვენ, არის სწორედ იმისთვის გამოგონებული, რომ ეს ამ ბავშვების მდგომარეობა საბოლოოდ არ მივიდეს იქამდე, რომ მათ მოუწიოთ ეტლით სარგებლობა. აქ შეკრებილი ადამიანები ახლა სიტყვით გამოდიან, მიმართავენ ადამიანებს, საკმაოდ ემოციურია მათი ეს გამოსვლები, იმ მშობლების გამოსვლები, რომლებიც შვილებისთვის ითხოვენ გადასიცოცხლის განსახანძლებელ მედიკამენტებს. ასევე ახლა მე მინდა კადრში განახოთ თქვენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მობილიზებას. მათ მთლიანად აქვთ გადაკეტილი კანცელარიის შესასვლელის ტერიტორია, კორიდონი არის, როგორც ახლა თქვენ კადრში ხედავთ საპატრულო პოლიციისა. უშუალოდ რაც შეეხება უშუალოდ მსვლელობას, გეტყვით იმას, რომ მსვლელობა იყო საკმაოდ ემოციური. აქ ისმოდა მსვლელობაზე ისმოდა ისეთი შეძახილები, როგორიც არის მიეცით წამალი ბავშვებს და ეს შეძახილები უფრო ემოციური იყო იმის ფონზე, რომ ამ შეძახილებს აჟღერებდნენ ეს ბავშვები, რომლებიც ითხოვენ მთავრობისგან წამალს. ასევე ამ მსვლელობების, რომელიც უკვე 2 კვირა არის ყოველკვირეული და ყოველ კვირას 6 საათზე ეს მსვლელობა გაიმართება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. ამ მსვლელობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის წითელი ბუშტები. ეს წითელი ბუშტები არის სიმბოლური, სწორედ იმიტომ, რომ ბუშტები, როგორც ბავშვების აღნიშნული სიმბოლო, წითელი კი იმისთვის, რომ მათ სასწრაფოდ სჭირდებათ მედიკამენტები. ეს არის თეოდორე, რომელიც დაიბადა საქართველოში და დღემდე ვერაფერს ვერ იღებს, რასაც ვითხოვთ იმ წამლებს, მაგრამ მეორედი შვილი, რომელიც ამერიკაში დაიბადა, იმას აქვს ყველანაირ წამლის საშუალება, რომ ყველანაირი წამალი მიიღოს და ძალიან კარგი შედეგი აქვს. და შემოგვიტანონ ჩვენც, ეს ბავშვები გადაგვირჩინონ აუცილებელი. ამათთვის ეს წამალი ყოველ დღე ბავშვებს ყოველი წუთი აკლდებათ და
რას ელოდება ეს კაცი მოგვიტანოს წამალით სახელმწიფოს ვალდებულება, მათ შორის საზოგადოების ვალდებულებაა, რომ ბავშვებს არ მოუწიოთ ამ ფორმით გადარჩენისთვის ბრძოლა, ასევე დავამატებ იმას, რომ ორგანიზაცია, ჩვენ როგორც ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია ვიყენებთ სამართალწარმოების გზასაც და არ იქნება მხოლოდ ეროვნული სასამართლო, რასაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ წამალი, ასევე ჩვენ სრულად ვუჭერთ პროტესტს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ფორმა იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში დაცულები. ამ კვირაში ერთ-ერთი სიახლე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის იყო ისიც, რომ ამ დაავადების სამკურნალო ერთ-ერთი მედიკამენტი, კონკრეტულად კი ჯივინოსტატი, დაამტკიცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმაც. ახლა ბრიტანეთში მცხოვრები ამ დაავადების მქონე ბავშვები უკვე შეძლებენ, რომ სრული დაფინანსებით მიიღონ ეს მედიკამენტები, თუმცა ქართული ოცნების ჯანდაცვის სამინისტროსთვის არც ამ ფაქტმა შეცვალა რამე. მადლობა უთხრათ მარიამს, დავამშვიდობოთ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქციები გრძელდება. ძალიან ბევრი ადამიანია სოლიდარული ბავშვებისა და მათი ოჯახის მდგომარეობის მიმართ და სრულიად გაუგებარია ეს სიყრუე, რომელიც ჭირს ქართულ ოცნებას, მათ სამინისტროებს. ჩვენ ვიცით უკვე, რომ თითქმის ყველა დასავლურმა რეგულატორმა უკვე მიიღო გადაწყვეტილებები, ამ მხრივ ბრიტანეთი იყო თითქოს ბოლოს გამონაკლისი და იმ მიმართულებითაც ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.